გამარჯობა, მოგესალმებით. Ამ ვიდეოში გთავაზობთ 25 წლის ტარო პროგნოზ ტყუპებისათვის. ნახოთ, როგორ იქნება თქვენთვის ეს წელი, რა ენერგიებში გაატარებთ ამ წელს, როგორ იქნება თქვენთვის ფინანსების კუთხით 25 წელი, სიყვარულის კუთხით, ზოგადი ფონი და პლუს ტაროს რჩევა, რას უნდა მიექციოთ ყურადღება და რა უნდა გაითვალისწინოთ. ცოტა გაიწიეს ოდნა. ჩიკა. ჩიკა. ტყუპება, როგორც ჩანს, თქვენ ხართ ძალიან ემოციური ადამიანი, შესაძლებელია თქვენი უმრავლესობა იყოს მამაკაცი, ვინც ამ გაშლას უყურებთ, ან თქვენთვის ფინანსები ასოცირდებოდეს მამაკაცთან, ან იყოთ ისეთი ფინანსების კუთხით, ცოტა მამაკაცური ბუნების ადამიანი, თუმცა ძალიან ემოციური, რომანტიკოსი ბუნების მამაკაცი, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ესეთი ყოფილა ყველაფერს მათ შორის ფინანსებსაც კი ძალიან ემოციურად, სიღრმისეულად უყურებს და უდგება. იქნება გარკვეული სირთულეები, გამოწვევა და ამ გამოწვევას შეხვდებით ასევე ძალიან ემოციურად და ემოციებით სავსეები. შესაძლებელია აი ამ სირთულეამ თქვენში გამოიწვიოს ერთგვარი დეპრესიული განწყობა, ნეგატიური ფიქრები, ნეგატიური განწყობა და ეს იქნება თქვენი ემოციური ბუნების დამსახურება და თქვენი ემოციური ბუნებიდან გამომდინარე ასე მიუდგებით ამ საკითხს და აი აქ რჩევა იქნება ტაროსი, რომ თქვენ თავს რაღაცნაირად განუსაზღვროთ, რომ კი ბატონო იყო სირთულე, გამოწვევა, მაგრამ ვინერვიულე ხო ამაზე, მაგრამ მეყოფ ამაზე ნერვიულობა, არ შეიძლება სულ ასე დროის გატარება, ნერვიულობაში დროის დახარჯვა, სულ ნეგატიური ფიქრები, ნეგატიური აზრები, ნეგატიური ემოციები და აი ამ ემოციებში და აი ამ ფიქრებში ყოფნა ჩემთვის არ იქნება სასიამოვნო. რაღაცა ესეთი უნდა უთხრათ თქვენ თავს, თქვენივე ფიქრებით უნდა იპოვოთ გამოსავალი, უნდა უბრალოდ შეწყვეტოთ ეს ნეგატიური დამოკიდებულება, უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას და შესაძლებელია დაინახოთ, რომ ცოტა უფრო დრამატულად უყურებთ მოვლენებს, რაღაცებს აზრიადებით, ვიდრე ისე ცუდად არის საქმე, როგორც თქვენ გეგონათ და ამის შემდეგ უკვე დაინახოთ გამოსავალს და იპოვეთ გამოსავალს. ეს გამოსავალი შეიძლება იყოს ცვლილება იქნება გამოწვეული რაღაც სიახლით, გადაადგილებით, მოძრაობით, შესაძლებელია შეიცვალოს საქმიანობის სფერო, სამსახური, ანუ ეს ფინანსები საიდანაც მოდიოდა, ეს წყარო შეიცვალოთ, ან უბრალოდ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ საიდანაც წახვიდეთ, ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ, ქვეყანა, ქალაქი შეიცვალოთ, რაღაცა ერთი მოცემულობიდან, სადაც თქვენ არ იყავით კმაყოფილი, სადაც ეს ნეგატივი მოდიოდა, საიდანაც ეს ნეგატივი მოდიოდა, აი ამ ადგილს ამ ყოფილს იცვლით და გადადიხართ რაღაც ახალში, სადღაც ახალ ადგილას მიემგზავრებით და პირველ რიგში როგორც უკვე გითხარით, თქვენს თავს, თქვენს გონებას უნდა განუსაზღვროთ, რომ დასრულდა ნეგატიური ფიქრების და ემოციების დრო დასრულდა, უნდა მოიტოვოთ წარსულში ის, რაც უკვე თქვენთვის იკეთეს აღარ ემსახურება და უნდა წახვიდეთ მომავლისკენ, სიახლისკენ, ახლისკენ და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდება გამოსავალი, აუცილებლად გამოჩნდება წასასვლელი გზა, ასე ვთქვათ. აი ესეთი დრამატული იყო ტყუპებისათვის 25 წლის ფინანსური მიმოხილვა. მოდით ნახოთ, როგორი იქნება ტყუპებისათვის 25 წელი სიყვარულის სფეროში, სიყვარულო მიმართულებით. რა გელოდებათ? გელოდებათ ცეცხლოვანი ენერგიული ქალბატონი, ან თქვენ თავად ბრძანდებით ასეთი ენერგიით სავსე, აი ესეთი ბერძული ბუნების
ადამიანი ბრძანდებით თქვენ თავად ან თქვენ ესეთი ადამიანი გამოგიჩნდებათ ცხოვრებაში, ну გააჩნია ხო ვინ გიყურებს და ვინ არის თქვენი ინტერესის სფერო, ესეთი როგორი ქალბატონი ბრძანდებით სავარაუდოდ, მოკლედ ესეთ ქალს განასახიერებს ეს კარტი, რომელიც ამოვიდა, რომელიც არის ძალიან აქტიური, ძალიან ენერგიული, ძალიან მომხიბლელი, რომელსაც შეუძლია ძალიან მალე, მარტივად და ადვილად მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ მის გარშემო მყოფი ადამიანები, ერთგვარი ლიდერული ბუნების ადამიანია, დომინანტი, აქტიური, ნაცეცხლოვანი, შესაძლებელია ბევრს ლაპარაკობდეს, აქტიურად ლაპარაკობდეს, ქმედება ის ესეთი აქტიური იყოს, ძალიან ტიპიურად შეიძლება შევადაროთ გაყიდვების აგენტს, პოლიტიკოს ადამიანს, რომელიც ჭერბეტყალებითაც გამოირჩევა, ქარიზმატულია, ენერგეტიკაც ისეთი აქვთ მომხიბლელი, როგორც ესეთ ადამიანებს. აი ესეთი პიროვნება ბრძანდებით, ან ასეთი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია ამის მიუხედავად თქვენ გქონდეთ იცით როგორი შეგრძნება, თითქოს საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში არ ხართ დარწმუნებული და პლუს რაღაცის იმედს კარგავთ, თითქოს ხო რწმენის და იმედის ნაკლებობა გექნებათ და მნიშვნელოვანია თქვენ თუ ასეთ შემართებით არ იქნებით, ასე არ განეწყობით და იპოვეთ თქვენში ძალას, იმედს, უნდა გწამდეთ იმისი, რაც გინდათ რომ გამოგივიდეთ პირად ცხოვრებაში. აი ნახეთ ამ კარზე გამოსახული არის პოვარი ადამიანი, რომლის უკან არის ტაძარი, ტაძრიდან მოდის სინათლე, ნათელი ფერები, ფინანსები, კეთილდღეობა, ანუ ყველაფერი კარგი, მაგრამ ტაძარი არის რწმენა და ასევე ამ კარტში მატერიალური კეთილდღეობა, ანუ თქვენ იმდენად ხართ თქვენი ემოციებით სავსე, იმდენად ხართ თქვენი რაღაცა საკუთარ თავში დაურწმუნებლობით ახსავსე და იმდენად ხართ იმით დაკარგული, რომ თქვენს უკან არსებულ, ასე ვთქვათ, თქვენს ღვიძლ, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენს უკან არსებულ უდიდესი კეთეს, უდიდესი ძალას, უდიდესი ენერგიას ვერ ხედავთ და ტაროს რჩევა იქნება, რომ თუ ასეთი შეგრძნება წამოგივათ, კარგად მიმოიხედეთ, თქვენ თავში იპოვეთ რწმენა, გარემოში იპოვეთ რწმენა, იპოვეთ ძალა და იწამეთ სამყაროს ღმერთის და საკუთარი თავის. და ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ იმ გამოწვევების გადალახვა, რომელიც გექნებათ პირად ცხოვრებაში. აქაც ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ისეთი ან დაოჯახების კარტი ამოვიდა, ან რაღაც ასიამოვნო რომანტიკული მოვლენებით დატვირთული კარტი ამოვიდა, აქაც შეიძლება იყოს გამოწვევები, შეიძლება იყოს დაბრკოლებები, შესაძლებელია თქვენ აი იქიდან გამომდინარე, რომ არ ხარ საკმარისად საკუთარ თავში დარწმუნებული და არ გწამთ მომავლის. შესაძლებელია იფიქროთ, რომ გამოსავალი არ არის არსად გზა, ვერ ხედავდეთ მომავალს, არ გქონდეთ მომავლის იმედი, მაგრამ კიდევ ერთხელ აქაც გამმეორდები, რომ უბრალოდ უნდა იწამოთ და თვალი აიხილოთ, მიმოიხედოთ გარშემო და მერე გზას აუცილებლად დაინახოთ. აი ასევე ამ კარტში ნახეთ გამოსახულია ქალბატონი, რომელსაც თვალები აქვს შეკრული, ხელფეხი აქვს შეკრული, შესაბამისად არ იცის აით უნდა წავიდეს და მის წინ მართლა არსებობს დაბრკოლებები, მაგრამ მთავარია ამ ადამიანმა მოინდომოს აი ეს თვალზე ხო საკრავი მოიხსნას და შემდეგ უკვე მარტივად იპოვის გამოსავალს ყველა სიტუაციიდან, მარტივად გამოვა ამ დაბრკოლებებიდან, მარტივად გაიხსნის ხელფეხს, მთავარია მოინდომოს. ეს არ არის ისეთი დაბრკოლებები, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ზოგადად არ არსებობს სამყაროში რაიმე დაბრკოლება, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. მთავარია მონდომება, მთავარია იწამოთ და ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა. ნახოთ ზოგადი ფონი და ტაროს რჩევა. ჩიკა კი შენი არხია, მაგრამ ძალიან გაჯიჯივდი. სივრცე დაიკავე. მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა,
თქვენ გვერდით იქნება ადამიანი, თქვენი პარტნიორი, ის იქნება სასიყვარულო პარტნიორი თუ საქმიანი პარტნიორი თუ ოჯახის წევრი ადამიანი, რომელიც იქნება თქვენთვის ემოციური გამზიარებელი, თანამდგომი, ყველაფერში დაგიდგებათ თანაბრად, გაიზიარებს თქვენ ხინს, ჭირს, გამოწვევებს, ყველაფერში გვერდში დაგიდგებათ და მიიღებს თანაბარ მონაწილეობას. ისევე იქნება ამ ყველაფერში ჩართული, თქვენი წლის მოვლენებში ჩართული, როგორც თქვენ. ეს შესაძლებელია იყოს მეუღლე, როგორც უკვე გითხარით, ოჯახის წევრი, მეგობარი, პარტნიორი, რომელიც ყველაფერში იქნება თქვენს გვერდით მდგომი ადამიანი. მინდა ასევე გითხრათ, რომ მთელი წლის მანძილზე თქვენი მთავარი მესიჯი იქნება ზომიერება. უნდა იცოდეთ და ისწავლოთ ზომიერება თუ არ იცით. უნდა დაიცვათ ოქროს შუალედი და გახსოვდეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს, ნებისმიერი მოქმედების დროს, მთავარია რომ რაღაცას არ გადაამეტოთ, არ გადაამლაშოთ და იყოთ ზომიერი, გაიაროთ აი ბეწვის ხიდზე, სადაც არც ძალიან რადიკალური არც აქეთ იქნებით, არც იქით იქნებით, თქვენს აზროვნებაში, თქვენს თავში და თქვენს გამოხატულებაში უნდა იყოთ ძალიან ზომიერები, თანმიმდევრული, მოთმინებით უნდა აღისოთ, მოთმენის ბუნება უნდა გამოიჩინოთ და აი თუ თანმიმდევრულად მიყვებით თქვენ გეგმას, თქვენს სურვილებს, თქვენს ოცნებებს და აი ეს ემოციური ups and downs რაღაც ესეთი გადაცდომები არ გექნებათ, ამაში ყველაფერი გამოგივათ და ასევე ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყურადღება მიაქციეთ ხარისხიან დასვენებას. ეს ნიშნავს მენტალურ დასვენებასაც, ფიზიკურ დასვენებასაც, ხანდახან საჭიროა რომ კარგად დავისვენოთ, რათა ძალები აღვიდგინოთ და შემდეგ ახალი შემართებით, ახალი ენერგიით შევუდგეთ საქმეს. მთელი წლის მანძილზე თქვენი მთავარი მესიჯია რომ იყოთ ზომიერი, იყოთ თანმიმდევრული, შრომის მოყვარე, ისწავლოთ დასვენება, მენტალური, ფიზიკური, სულიერი დასვენება და თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი, ვინც გეყოლებათ, გააზიარეთ მასთან. შესაძლებელია თქვენ გყავთ ესეთი ადამიანი და უბრალოდ არ იცოდეთ, ვერ ხედავდეთ, ვერ აფასებდეთ, არ იყენებდეთ ამ რესურსს, რომელიც ერთგული ადამიანის სახით გყავთ. და ასეთი ადამიანის არსებობის შემთხვევაში გაუზიარეთ მას და თუ ისიც გაგიზიარებთ, მის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, თქვენც იყავით მიმღები აი ამ ყველაფრის. რომ ეს რეალურად ფასდაუდებელი სიკეთეა, როდესაც გვერდში ადამიანს ყავს ადამიანი, ხომ და კარგი იქნება თუ აი ამ სიკეთეს თქვენ დააფასებთ და გამოიყენებთ. ესეთი საინტერესო წელი გქონდათ და ელოდებათ ტყუპებს, როგორც უკვე გითხარით, აი ესეთ შემართებით. იწამით საკუთარი თავის, იწამით სამყაროსი და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გამოგივართ. ეს პირაც ეხება ფინანსებს თუ ზოგადად ნებისმიერ საკითხს, თქვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგივართ, თუ გექნებათ რწმენა შესაბამისად უკვე იმოქმედებთ ამ რწმენის შესაბამისად.